გასული კვირა საქართველოს პარლამენტისთვის საკმაოდ დატვირთული იყო, მათ რამდენიმე კანონპროექტსა და ინიციატივას უყარეს კენჭი, მათ შორის იყო უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, ის რასაც ხელისუფლება ამერიკული ფარას სიტყვასიტყვით თარგმანს უწოდებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს მათ წინააღმდეგ მორიგი სადამსჯელო იარაღია. ლორა თორნტონი მაკეინის ინსტიტუტის გლობალური პროგრამების დირექტორი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამერიკული მაგალითის მოყვანა არ ახალია, თუმცა ეს არგუმენტი დიდი ხანია გაქარწყლებულია და პარლამენტის მიერ კენჭის ყრა მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ხელისუფლება მეტ სადამსჯელო ნაბიჯებს დგამს. მათ ეს ადრეც თქვეს, როცა უცხოური აგენტების კანონი შემოიღეს, რომ ის ამერიკულ ფარას ეფუძნებოდა. თუმცა ეს რომ ასე არ იყო, რამდენჯერმე უკვე ითქვა. არის რამდენიმე რამ, რაც განსხვავებულია. უპირველეს ყოვლისა საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რელიგიური საქმიანობისთვის გამონაკლისები და ასე შემდეგ. მაგრამ რაც მთავარია, ფარა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში. ის შეიქმნა იმისთვის, რომ თვალყური გვედევნებინა და თავიდან აგვეცილებინა ჩვენი მოწინააღმდეგეების მიერ ჩვენს დემოკრატიასა და ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რათა მათი ქმედებების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო და გვცოდნოდა, ვინ იყო მოწინააღმდეგის აგენტი. ის არ გამოიყენებოდა ჩვენი მოკავშირეების ან მოკავშირე ორგანიზაციების წარმომადგენელთა დასასჯელად. ასე რომ, როდესაც ქართული ოცნება ამ ტერმინებით საუბრობს, დე-ფაქტოდ ამბობს, რომ ისეთი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც ძირითადად ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებია, როგორიცაა შეერთებული შტატები, ისინი როგორღაც საქართველოს მოწინააღმდეგეები არიან, რომ ისინი უცხო მთავრობის ინტერესებს ატარებენ. სხვა ბევრ საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად ქვეყანაში ამოქმედება მედიასთან დაკავშირებული კანონიც, რომელიც მედიის წარმომადგენლების თქმით შემზღუდავი და უსამართლოა. თორნტონი თვლის, რომ მაშინ, როდესაც მისი აზრით საქართველოში ძალაუფლების ყველა განშტოება ქართული ოცნების ხელთაა, დემოკრატიის ბოლო ბასტიონებად მედია და სამოქალაქო საზოგადოება რჩებიან და სწორედ ამიტომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ილაშქრებს. Ფიქრობ ნათელია, რომ ესაა თავისუფალ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. ქართულმა ოცნებამ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც ჩემი აზრით არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით მათ ხელშია. დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რუსეთში რამდენიმე ისეთი კანონი დააინიცირა, რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში ხდება. მედიასთან დაკავშირებული კანონების განხილვასთან ერთად სოზარ სუბარი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი და ახლანდელი პარლამენტის წევრი, სოციალური ქსელების და სოციალური მედიის დარეგულირების იდეითაც გამოვიდა. მაშინ, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და ხელისუფლების მხრიდან მეტ სადამსჯელო ნაბიჯებს შეიძლება მოასწავებდეს, თორნტონი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯების გადადგმას გადაწყვეტს, ქართულ ოცნებას ამის გაკონტროლება ძალიან გაუჭირდება. ქართული ოცნებისთვის სოციალური მედიის გაკონტროლება რთული იქნება. რა თქმა უნდა, ასეთი რამ გვინახავს სხვა ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთში. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უბრალოდ კონკრეტული საიტის დახურვა გამოსავალი არაა. ერთადერთი ეფექტური გზა აბსოლუტურად ყველაფრის დახურვა იქნებოდა. თუმცა ვფიქრობ ძალიან უცნაურია, რადგან ეს ქართული ოცნების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. ისინი სოციალურ მედიას ძალიან ეფექტურად იყენებენ საკუთარი კამპანიის, საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად. მათ რა თქმა უნდა შეუძლიათ სცადონ ინტერნეტ სივრცის გაკონტროლება, მაგრამ არ მგონია ეს ეფექტიანი იყოს. ძალიან ეფექტიანი აკრძალვის შემთხვევაშიც ნარატივები მაინც ვრცელდება. ევროკავშირში რუსული Russia Today აკრძალულია და მაგალითად საფრანგეთში მას ვერ უყურებენ, თუმცა ამას რუსული პროპაგანდის გავრცელება არ შეუწყვეტია. მან უბრალოდ ახალი გზები მონახა. თავისუფალი სიტყვის შეჩერების მიდგომა კი უფრო რთული რამაა და მათ ამის გაკეთება გაუჭირდებათ. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თორნტონი ამბობს, რომ ამ შემზღუდავი კანონების მიღების ფონზე ნათელია, რომ ქართული ოცნება საკუთარ პოზიციებზე მყარად დგას და ხედვის შეცვლას არ აპირებს.